ერთი მნიშვნელოვანი რამ არის მარტო ჩვენ რომ უნდა ვიცოდეთ ეს ფაქტია და სხვათა შორის ესეთი გადაცემები ემსახურება იმას, რომ გაუჩნდეს სურვილი ადამიანს ერთ სიტყვას გაიგებს, ჩაეჭიდება, იამაყებს და მერე იმას გააღრმავებს და უნდა გავაცნოთ სოფლიოს და სტეფან ცვაიგი წერდა ასე რომ მოკლედ რომ თქვა იცით ალბათ ეს მის ცნობილი სიტყვებია ეს არის უძველესი ცივილიზაციის ერი რომელსაც ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია და ჩვენ ევროპელებმა სამარცხვინოდ ცოტა ვიცით ჩვენი სირცხვილია რომ ცოტა ვიცით მათზე ვიღაც ჭკვიანი კაცი იყო და ამას ხდებოდა სამწუხაროდ საუბედუროთ ჩვენ ამ ჩვენი ცოდნის გარეთ გატანა და პოპულარიზაციის ნაცვლად ერთმანეთის ლანძღვა გაგვაქვს გარეთ და ამაში ძალიან მაგრები ვართ და საქართველოს დავდებთ, სადაც დავიჭერთ, იქ ვამარცხებთ ხოლმე და ძალიან გვიხარია მე ეს ამბავი და მე მგონია რომ ამის ნაცვლად რომ ეს გავაკეთოთ, როგორც ცვაიქს ცხენოდა ევროპის ნაცვლად რომ არც ცხენოდეს ევროპას და გაიგოს რომ დაუშვათ ჩვენ დამფუძნებლები ვართ იმ ევროპული ცივილიზაციის რომელიც მოინიშნა თუნდაც ქრისტიანობით, თუნდაც მასე წინ და ეს გაიგოს ყველამ ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს შიგნი და გარეთაც. ბატონო კი ამ წინადადებას გავაგრძელებდი ერთგარ მილო იყო ასეთი ევროპელი მოღვაწე და ასეთ წინადადება თქვა ბევრმა ქართულმა შეიძლება ეს არ იცის ვერ განთავისუფლდება სოფლიო თუ არ განთავისუფლდა საქართველო. აი მაგათი ლაიბნიცი იყო დიდი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასე შემდეგ. მისი ხელნაწერები ჩამოვიტანეთ თბილისში ორიგინალების ასლები საოცარ რამებს წერს ქართულ ენაზე 1696 წელს აქვს გამოქვეყნებული. რომ ქართულ ენაზე მე სპეციალურად ვისწავლე ეს ენა, ну სრულად არ იცის ენა, მაგრამ ვსწავლობ რომ ეს განსაკუთრებული ღვთის ენა არის. ასე ამბობს თვითონ და ადარებს რომ ეს ინდოევროპული ენებს არ გავს, ეს ცალკე რაღაც მდგომი ენა არის და ევროპაში ეს ენები უნდა ისწავლებოდეს. განსაკუთრებით ეს კავკასიის ენებზე საუბარი თუ სოფლიო წინ წავიდესო აუცილებელია ეს ენები იცოდესო. აი ჩვენ გვაქვს სიტყვები, რადგანაც თქვენ ბრძანეთ, რამდენიმე სიტყვა და ქართველმა არ იცის ჰომეროსის ილიადა და ოდისეაში რამდენიმე სიტყვა არის ქართული წარმოშობის და ქართულმა საზოგადოებამ ეს არ იცის. მაგალითად, ტყავი, ოქროს საწმისი, ბერძნულად შეეძლო ქრისტოს დერმასოს ერქვა იმას, რა ქვია, ჰომეროს, მაგრამ მან თქვა კოას, ანუ ტყოვო. ანუ ტყავიდანაა ნაწარმოები, რომელიც ეს დამტკიცებულია, ვიცით, წერილობით ძეგლებიდან ზუსტად რომ ასე იკითხება და ასე ეწერ. ყველაფერი გადამოწმებულია ქართველი მეცნიერების მიერ. მე ყველაფერი შევამოწმე, აბსოლუტურად მთელი ქართული სამეცნიერო წრეების ნაშრომები ვატიკანში სათითაოდ ამოვიღე ეს მასალები და ყველაფერი გადამოწმებულია. ახლა აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან დიდი მისია გვაქვს. ედგარ მილომ როგორც თქვა, ოღონდ უნდა წარვადგინოთ სწორი ფორმით, სწორად ვესაუბროთ ევროპელებს, იმიტომ რომ მათ წიგნებში წერია ეს. მე შემიძლია ბევრი ავტორი დავასახელო 20-მდე ძველი ევროპელი მეცნიერების ნაშრომები, სადაც ეს ყველაფერი კარგად წერია და ქართველებს ექნება ეს დრო, რომ ეს სიტყვა კარგად თქვან. ბატონგია, სანამ ევროპელები ამას გაიგებენ, ქართველებმა უნდა გაიგონ. მართლა გულწრფელად გეუბნებით. აი პირველად მე მახსოვს ამ სტუდიაში რომ მოვიდა ბატონი პეტრე ქოჩაკიძე, იმდენად უცხო იყო ეს თემა, აი მართლა გულწრფელად და ალალად. მე კი არ ვიცოდი, გუმანით ვგრძნობდი ეს კაცი რატომ და როგორ ღელავდა.